სტუდენტებო, მოგესალმებით. ეს ვიდეო ინსტრუქცია არის თქვენთვის იმისთვის, რომ Zoom-ის პროგრამის საშუალებით თქვენ ონლაინ ლექციებზე შესვლას გაგიადვილდეთ. I'm a messages ან ზოგადად ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც თქვენ დაგიკავშირდებათ, იქ იქნება მოცემული Zoom-ის პროგრამის ჩამოტვირთვის ლინკი და როდესაც აი ამ პროგრამას თქვენ ჩამოტვირთავთ და გახსნით, გამოგიჩნდებათ Zoom-ის პროგრამა აი ასე. იმისთვის, რომ თქვენ ონლაინ ლექციებს დაესწროთ, არ გჭირდებათ ამ ეტაპზე Zoom-ის პროგრამაში დარეგისტრირება. რეგისტრაციისთვის აი ამას ირჩევენ ხოლმე. თქვენ ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ join a meeting, ანუ შეუერთდეთ შეხვედრას. როდესაც თქვენ ამას აირჩევთ, გამოგიტანთ აი ასეთ ველს. იმისთვის, რომ თითოეული მასწავლებლის ლექციაზე შეხვიდეთ ონლაინ, დაგჭირდებათ თითოეული მასწავლებლის Zoom-ის, აი ეს შეხედეთ, ID, რიცხვები და პასკოდი. ეს ყველაფერი თქვენ გექნებათ სასწავლო ცხრილის გრაფაში მოცემული და როდესაც მაგალითად მოვა 12 საათი და თქვენ გაქვთ მაგალითად ელისაბედ ებრალიძის ლექცია პირობითად, თქვენ ცხრილში იქნება ელისაბედ ებრალიძის გასწვრივ აი ეს მონაცემები მოცემული, რომელსაც შეიყვანთ Zoom-ის პროგრამაში. მოგიწევთ დააკოპიროთ ან ხელით ჩაწეროთ. როდესაც თქვენ ხელით წერთ, მიაქციეთ ყურადღება, რომ განსაკუთრებით პასკოდზე დიდი ასოები აუცილებლად დიდი ასოთი უნდა დაწეროთ, პატარა ასო აუცილებლად პატარა ასოთი. სხვა შემთხვევაში თქვენ ვერ მოხვდებით სწორად თქვენს ლექციაზე. შემდეგი რა არის? თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი სახელი და გვარი, რომლის საშუალებითაც შეხვალთ ლექციაზე და გამოჩნდება, რომ თქვენ მაგალითად ელისაბედ ებრალიძე ესწრება ამ და ამ ლექციას. თუ მონიშნავთ პირველ უჯრას, ეს ყოველ შესვლაზე ავტომატურად დაიმახსოვრებს თქვენ სახელსა და გვარს და ყოველ შესვლაზე ხელახლა აღარ მოგიწევთ სახელი და გვარის ჩაწერა. თუ მონიშნავთ დაბლა ორ გრაფას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ, როდესაც შეხვალთ, არ გექნებათ მიკროფონი ჩართული და არ გექნებათ ვიდეო თვალი ჩართული. თუ თქვენ გნებავთ, რომ აი ასე იყოს თქვენი შესვლის დროს თქვენი Zoom-ი, მაშინ მონიშნავთ ამ ორივეს და შემდეგ აირჩევთ join. დაელოდებით და გამოვა შემდეგი გრაფა. ეს არის აი მეორე პასკოდის გრაფა. ამასაც მონიშნავთ და ჩასვამთ კოპირებით აი ამ გრაფაში. Join a meeting. აირჩევთ შემდეგს. თქვენ აი ასეთი ფორმა გამოგიჩნდებათ და უნდა დაელოდოთ, რომ მასწავლებელმა მისცეს თანხმობა თქვენ შესვლას. თუ მასწავლებელს ისე აქვს თავისი Zoom-ი ავტომატურად დაყენებული, რომ აღარ დაგჭირდებათ თქვენ მისი თანხმობაზე დალოდება, მაშინ პირდაპირ შეხვალთ ლექციაზე. ახლა მე გავხსნით ჩემს Zoom-ს იმისთვის, რომ თქვენ ნახოთ რა ხდება უშუალოდ შეხვედრაზე. როგორც გითხარით, ეხლა მე გავდივარ ავტორიზაციას, თქვენ ეს არ დაგჭირდებათ, ამას თვითონ მასწავლებლები გააკეთებენ, იმისთვის, რომ თქვენ შეხვიდეთ მათ ლექციაზე. აი შეხედეთ, მე როდესაც ჩემი Zoom-ი გავხსენი, ავტომატურად გამომიჩნდა ეს ფანჯარა, ანუ როდესაც მასწავლებელი უკვე თავის Zoom-ს გახსნის, ახლა ჩავთვალოთ, რომ მე წეღან როგორც მასწავლებელმა ისე გავიარე ავტორიზაცია და გავხსენი შეხვედრა, თქვენ აი ესე შეუერთდებით შეხვედრას. აი აქ გამოგიჩნდებათ, რამდენი ადამიანი არის შემოსული და ახლა აგიხსნით აი ამ ფუნქციებს. შეგიძლიათ ასე ჩაკეცოთ და მოგინდებათ, რომ გაადიდოთ თქვენი Zoom-ის ფანჯარა, ასე გაადიდებთ. პირველი რაც არის აქ, ეს გახლავთ ხმის ჩართვა. აი ახლა აქ მე მიჩვენებს, რომ არ არის ხმა დაკავშირებული. ეს იმიტომ, რომ მე როდესაც ახლა ამ ვიდეოს ვწერ, აქ აღარ მაძლევს უფლებას, რომ ხმა ჩავთო. აი აქ გექნებათ პატარა მიკროფონი და როდესაც იმას დააჭერთ თქვენ ხელს, აი ესეთი წითელი ხაზი გადაესმება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გათიშული გაქვთ მიკროფონი. ანუ რასაც ისაუბრებთ, ამ ხმას ვერ გაიგებს ვერც მასწავლებელი, ვერც სტუდენტი. ეს არის კამერის ჩართვა. როდესაც აი ამასაც დააჭერთ, გამოჩნდება თქვენი გამოსახულება, კამერა ჩაერთვება და როდესაც გაჩვევთ, კამერაც გაითიშება. შემდეგი ეს გახლავთ მონაწილეების რაოდენობა.
თუ გინდათ მაგალითად ნახოთ ვინ არის შემოსული Zoom-ში, ვინ არის გასული, ვინ არის დამსწრე, შეგიძლიათ აი ეს აირჩიოთ და აი აქ გვერდზე ჩამონათვალი გამოჩნდება იმ ადამიანების, ვინც ესწრება ამ შეხვედრას. შემდეგი ეს გახლავთ ჩატი. შეგიძლიათ ჩატის ფუნქცია და შემოსული მონაწილეობის ნახვის ფუნქცია ერთდროულად ჩართოთ. ან შეგიძლიათ გათიშოთ მონაწილეობის ნახვის ფუნქცია და დარჩება მხოლოდ ჩატი. აქ შეგიძლიათ მიიწეროთ ნებისმიერი რამ თემატიკასთან დაკავშირებით, თუ თქვენ ეს დაგჭირდებათ, ან მაგალითად თუ მასწავლებელი ხსნის რაიმეს და იმ მომენტში არ გაქვთ კითხვის დასმის საშუალება, შეგიძლიათ აი აქ ჩატში მიიწეროთ ნებისმიერი რამ, აი მაგალითად დავწეროთ და გამოჩნდება ყველასთვის. თუ თქვენ გსურთ, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ან ერთმა ადამიანმა ნახოს თქვენი მესიჯი ჩატში, ჩამოშლით აი აქ everyone რომ აწერია, ანუ ეს ნიშნავს, რომ ყველას ეგზავნება. ახლა რადგან არავინ არ არის ჩემთან შემოსული, მონაწილეებს არ მიჩვენებს. თქვენ აი აქ ექნებათ ჩამონათვალი და ვისაც აირჩევთ, ჩატში გაგზავნილი მესიჯი მხოლოდ მათთვის იქნება. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფაილი გაგზავნოთ, როდესაც აი აქ აირჩევთ, მაგალითად თქვათ გინდათ რომ თქვენი კომპიუტერიდან გაგზავნოთ, მაგალითად აირჩევთ ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ეს თქვენი დოკუმენტია არსებული და გაგზავნით. შემდეგ შეგიძლიათ ეს ჩატი ჩაკეცოთ, close, აი ასე დაწვევით, შეგიძლიათ აქედანაც გახსნათ და გადიშოთ. შემდეგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის Zoom-ის ფუნქცია, ეს გახლავთ ეკრანის გაზიარება. იმისთვის რომ მაგალითად თქვენ მასწავლებელს აჩვენოთ რაიმე დავალება, მასწავლებელი მოგცემთ თქვენ აი Zoom-ის საშუალებით უფლებას რომ გააზიაროთ თქვენი ეკრანი და როდესაც აი ამას აირჩევთ, გაზიარდება ეკრანი. ახლა მე როგორც სტუდენტი ასე რადგანაც ვარ შესული, არ მაქვს უფლება რომ გავაზიარო ეკრანი, სანამ შეხვედრის ორგანიზატორი არ დამთავს ამის ნებას. როდესაც ამას აირჩევთ, აი აქ ერთ-ერთ კუთხეში თქვენ გამოგიჩნდებათ. მოდით ვნახოთ როგორ გამოგიჩნდებათ, პრინციპში ახლა მე როგორც ადმინი ისე ვეღარ შევალ, გამოგიჩნდებათ ფუნქციები სხვადასხვა და პირველივეს აირჩევთ, სადაც წერია მთლიანი ეკრანის გაზიარება. შემდეგი ეს გახლავთ ჩანაწერის გაკეთება, შეგიძლიათ Zoom-ში რაც მიმდინარეობს სალექციო კურსი, ყველაფერი ჩაიწეროთ, თუმცა ეს ამ შემთხვევაში თქვენ არ დაგჭირდებათ, რადგან თქვენი მასწავლებლები ამას ისედაც იწერენ. ამიტომ თუ მოგელთად მოგინდებათ ჩაწერაც, ასევე ამის უფლებაც მასწავლებელმა, ანუ ვინც აი ამ Zoom-ში შეხვედრის ორგანიზატორი არის თავისი Zoom-ით, იმან უნდა მოგცეთ ამისი უფლება. ეს გახლავთ ემოციები, ნუ შეგიძლიათ რაიმე ემოცია გამოხატოთ ნებისმიერი თქვენ, რომელიც სურთ მაგალითად ლექციის მიმდინარეობისა, შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ. ეს დამატებითი ფუნქციები არის Zoom-ისთვის. შეგიძლიათ ასევე გაადიდოთ მთლიან ეკრანზე Zoom-ი, ასევე შეგიძლიათ დააპატარაოთ. აი ამ ფუნქციებით ზედა რაც არის, შეგიძლიათ ჩაკეცოთ და მხოლოდ კონკრეტულ ეკრანზე გამოგიჩნდებათ კონკრეტულ ნაწილში. შეგიძლიათ შემდეგ ბოლოს აი აქედან გამოხვიდეთ Zoom-იდან. თქვენ კიდევ აი ამას leave meeting რომ აირჩევთ, მთლიანად გამოხვალთ აი ამ შეხვედრიდან. აი ასე. ახლა გაჩვენებთ ეკრანის გაზიარების ფუნქციას, როგორ უნდა გააზიაროთ ეკრანი. აი შეხედეთ ეს ხმა, რომელიც მე თქვენ წაღან გითხარით, ახლა აქეთ გამოჩნდა, როდესაც მე როგორც ადმინისტრატორი ისე შევედი და როდესაც თქვენ ეკრანის გაზიარებას აირჩევთ, აი პირველი ნახეთ, ეს არის მთლიანი ეკრანის გაზიარება. მე ახლა შემიძლია ეს ავირჩიო და ჩემს ეკრანზე შეხედეთ რაც არის, ყველაფერი ჩანს. შეხედეთ, გარშემო აქვს მწვანე ზოლი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეკრანს ახლა ყველა მონაწილე, რომელიც Zoom-ში არის, ხედავს. აი აქედან შეგიძლიათ გათიშოთ ეკრანის გაზიარება და დაბრუნდებით ისევ ჩვეულებრივად Zoom-ში. სულ ეს არის ამ შემთხვევაში თქვენ რაც დაგჭირდებათ Zoom-ის პროგრამასთან დაკავშირებით, როგორც სტუდენტს და იმედია არ გაგიჭირდებათ. ანუ კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, თქვენ join a meeting ამას ირჩევთ. შეგყავთ მასწავლებლის ID, რომელიც თქვენს ცხრილში იქნება ისედაც მოცემული, რომელსაც ისედაც კოლეჯი აუცილებლად გამოაქვეყნებს თქვენს ჯგუფში. ჩაწერთ თქვენს სახელსა და გვარს, აირჩევთ აქედან ფუნქციებს და შეუერთდებით. გისურვებთ წარმატებებს.